მხრივ ჩვენ დღეს ამ ტურბულენტის სამყაროში ხედავთ, რომ მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემასთან ერთად, რომელსაც სამწუხაროდ სხვადასხვა აქტორი არყევს და ძირს ურთხრის ხოლმე, მნიშვნელოვანი არის ყველა ნებისმიერი ქვეყნისთვის საკუთარი გეოპოლიტიკური როლის გაძლიერება და ამ მხრივ საქართველოს როგორც შუადერეფნის ნაწილი სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს, რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება იყოს მათ შორის ჩვენი გეოპოლიტიკური როლიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლით იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა, რომელსაც კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ბევრი სხვადასხვა აქტორი დღეს ძალიან იოლად არღვევს ხოლმე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, არამედ ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან. გერმანიასთან დაკავშირებით მინდა თქვა, გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დაუდასტურა, რომ ქართულ არასამთავრობოებს ააფინანსებენ, თუმცა მათ ვინაობას მალავენ. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ინფორმაცია და თქვენ უშუალოდ რა ინფორმაცია გაქვთ გერმანული ფულის მიღებ ქართულ არასამთავრობოებს? ხო, რა თქმა უნდა, გასაკვირია ის პასუხი, რაც ნახეთ ჩვენ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ. ჩვენთან ასეთი რამე რომ მომხდარი იყო, რომ ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს. წარმომიდგენია რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და ზოგიერთი უცხოელი ელჩი. რომ ეს არის გამჭვირვალობის დარღვევა, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო შეკითხვაზე უბრალოდ ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს, იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ აქვეც დავფიქრეთ, როცა საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულობაზე, ისინი მხოლოდ ჩვენ სხვებს გულისხმობენ, თორე საკუთარ თავს როგორც ჩანს ამ ვალდებულებას არ აკისრებენ. ეს ერთი. მეორე, აბსოლუტურად გაუგონარი და აღამაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას, თითქოს მიზეზად მოყვანილია თითქოს საქართველოში NGO-ების მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდი და ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია და ეს რეალური ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის იქ მოცემული და თქვენ ალბათ ყურადღებას მიაქცევდით, რომ საარჩევნო წელს 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ NGO-ებზე და რა გააკეთეს ქართულმა NGO-ებმა შარშან არჩევნებისას, ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ჩართულობა ამ NGO-ების, ეს იყო საარჩევნო თაღლითობა ისვედის და მსგავსი სადამკვირვებლო ეგრეთ წოდებული ორგანიზაციების მხრიდან და ეს იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტზე შტურმი. ამაში გერმანიის მთავრობამ შარშან სწორედ ამგვარ NGO-ებზე რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა. ასე რომ ესეც მნიშვნელოვანი მითითებაა და მესამე, მე იქ ვნახე, რომ საუბარი იყო თითქოს არ უმხელენ საკუთარ მაკონტროლებლებს, ესეც ხომ რამხელა პარადოქსია, რომ მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელს უმალავს ინფორმაციას, არ უმხელენ მათ ინფორმაციას იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, მითითება აქვთ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. რაც არის მანიპულაცია, ვინაიდან გერმანიის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკაში მართლაც არსებობს ტერმინი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა ეს ეხება უპირველეს ყოვლისა გერმანიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობის არსებობას. ვინაიდან გერმანიის მთავრობა, სხვა შორის განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების წარსული პრაქტიკისგან, USAID და მსგავსი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ჩამოდიოდნენ უბრალოდ ფულს ხარჯავდნენ, გერმანიის მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს არის სამთავრობაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული აქტივობები, რომელიც თანხმდება, მისი ყველა ნაბიჯი თანხმდება უშუალოდ პარტნიორთან. და ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და
არა მხოლოდ ქართულ ხალხს, არამედ საკუთარ დეპუტატებსაც უმალავს ამ ინფორმაციას. ამიტომ ეს არის დასტური იმისა, თუ რატომ რამდენად მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობის კანონი, ვინაიდან ჩვენ ხედავთ არაკეთილსინდისიერი დონორობას და ერთ-ერთი მაგალითი ზუსტად ეს არის არაკეთილსინდისიერი დონორობის, როდესაც საქართველოში აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული NGO-ებზე და უმალავს ქართველ ხალხს, უმალავს საქართველოს ხელისუფლებას, უმალავს გერმანიის პარლამენტს და უმალავს გერმანიის ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს. ასე რომ განსაცვიფრებელია უბრალოდ ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებისგან გაქცევა, რაც ჩვენ აი ამ წერილით ვიხილავთ. საკონსტიტუციო სამართალთან დაკავშირებით დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, აი პოლიტიკურ ველზე რაც შეცვლით თქვენ არის ეს გადაწყვეტილება როდესაც ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის ფლაგმანები, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულება არის, რომ როგორც თავდაცვის უნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. ამიტომ ნებისმიერ დემოკრატიის ვალდებულება რეაქცია რადიკალიზმზე, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შეიქმნას დემოკრატიული სივრცე იმისთვის, რომ ყველა აზრი, იდეა გამოთქმული იქნას დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ხედავთ ჩვენ მათ შორის ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბატონო შალვა ისმენთ წავე კრიტიკას, თუმცა აქვე ვიცით, რომ მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსმა პრაქტიკამ იმოქმედა, როგორც არის ჩეხეთი, უკრაინა, მოლდოვა, საბერძნეთი, მაშინ რატომ ისმის პრეტენზიები ისევ საქართველოს მისამართით მხოლოდ მათ შორის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც და რამდენად საფუძვლიანია ეს კრიტიკა? მორიგი ორმაგი სტანდარტი ხომ? რაც შეეხება პრაქტიკას, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ ნახეთ ეს უკრაინაში, მოლდოვაში, სხვა ქვეყნებში, გერმანიაში ჯერ კიდევ განიხილება, ახლახანს განიხილება საკითხი ერთ-ერთ პარტიის, რომელსაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და პარლამენტისშიც არის წარმოდგენილი მისი აკრძალვის შესახებ. და საქართველოსთან მიმართებით მე ორმაგ სტანდარტსაც აღარ დავარქმევდი. ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის ზოგიერთის თვალში ქართველი ხალხი არის რაღაცა მეორე ხარისხოვანი ხალხი სავარაუდოდ და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ისეთივე ინსტრუმენტები გაგვაჩნდეს როგორც სხვა დემოკრატიულ ხალხებს და საზოგადოებებს აქვს. ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის. მათ შორის არ არის იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რაც სხვა შორის გავიხსენებ ერთ-ერთ ჩემს შეხვედრას შარშან ერთ-ერთი ქვეყნის ელჩთან, როდესაც ჩვენ წიასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ზუსტად ერთ-ერთი ჩვენი საკითხი, რომელსაც საარჩევნო დაპირების სახით ვაყენებდით, იყო ნაცმოძრაობის და ამ რეჟიმის კონსტიტუციურ სამართლებრივი გასამართლება. ამასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მე მას უთხარი, რომ კი, მაგრამ აი უკრაინაში, მოლდოვაში ხომ აკრძალეს და მისი პასუხი ხო კი, მაგრამ ისინი პრორუსული პარტიები იყვნენ. აი ასეთი, რა გითხრათ, გეოპოლიტიკური კრიტერიუმებით უყურებს ზოგიერთი სამყაროს და არა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ანუ გამოდის, რომ თუ პარტია არის პრორუსული, ის აპრიორი ასაკრძალია, აიკრძალება და კაცშვილი ამაზე ხმას არ ამოიღებს, როგორც არ ამოიღეს მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში და თუ კი პარტია არის რადიკალური კონსტიტუციური წყობილების დამხობის რამდენიმე მცდელობა ქონდა, მას ყველაფერი ეპატიება, თუ კი მას ჩაეხუტება რომელიღაცა ევროკომისარი. ასე ყოფენ სამყაროს, ასე ვთქვათ და ეს არის სწორედ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემობა. ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო წერილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ სალივანისგან, სადაც ყურადღება გამოხმაურება
განხორციელებულია თანამშრომლობით ვალდებულებებს რამდენად გადასწრებს ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა იმ საქმიანობას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდით ასაბლებად. ამაზე საუბარიც საკმაოდ აქტუალური გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აი ეს აღიარება, რასაც ახლა დღეს ვისმენთ რას. არ ვიცი, ან ევროკავშირში ამის წინ ერთ-ერთმა კახარიას პარტიიდან ერთ-ერთმა დეპუტატმა ალბათმა რუსუდან თევზაძემ თქვა, რომ მეორე მე მითხრაო რაღაც ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო. ან მეორე მე არსებობს ბრიუსელში, რომელიც და ორს რაღაც ბიპოლარული ის არის ბიპოლარობასთან გვაქვს ასე ვთქვათ საქმე, როდესაც ერთის მხრივ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მე რამდენჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ამ მხრივ და იცით რომ საქართველოს როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ზოგადად რისკის ზონაში არის იმ მხრივ რომ ბევრმა შეიძლება მოისურვოს, იფიქროს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ასაულად, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან შექების მრავალი შემთხვევა და ახლა ეს ოფიციალური წერილიც იყო. ეს ერთი მხარე, ერთი მე ბრიუსელის. მეორე მე ბრიუსელის მათ თუ ასე ვთქვათ ქება იყო ერთის მხრიდან, მეორე მე კი გრანტს აძლევს საერთაშორისო გამჭვირვალობა NGO-ს, რომელიც ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის სავას. ამაში გადახდილია ევროკავშირის ფული ამ დეზინფორმაციის გავრცელებას აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომ გვაინტერესებს ჩვენ რა ხდება, ჩამოყალიბდეს უნდა ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველოს სანქციების დაცვის მხრივ შესაძლებელი ქვეყანა და თუ კი ეს არის, მაშინ რატომ აფინანსებენ დეზინფორმაციას ბრიუსელიდან პირდაპირ საერთაშორისო გამჭვირვალობის, ფექტ-ჩეკის, ისფედის და სხვა ასეთ ორგანიზაციებს პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს მათ დეზინფორმაციულ კამპანიებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს დამოკიდებულის მხრივ, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ არის სამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრეთ, თუმცა ოპოზიციაც ამ საკითხზე აქტიურად საუბრობდა, ახლა გვაქვს ოფიციალურად მადრიდის წერილი, თუმცა ეს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში გაუჭირდათ იმის აღიარება, რომ ნამდვილად საქართველოს არის ერთგული სასანქციო პოლიტიკის და რაღაც ეტაპის მცირებაზე და სხვა რაღაც ამბებზე საუბრობდნენ. როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ამ პოზიციას? ნაციონალურ მოძრაობას უპირველეს ყოვლისა ვურჩევ, რომ ჩვენი სარჩელი წაიკითხონ საკონსტიტუციო სასამართლოში და მათ შორის ჩემ განცხადებაში დეტალურად ვიმჯერე არგუმენტაციაზე. წაიკითხონ ეს სარჩელი და მტკიცებულებას ნუუმატებენ კიდევ ამ სარჩელს. იმიტომ რომ ასეთი განცხადებებიც არის ზუსტად მტკიცებულება, რომ ეს პარტია მოქმედებს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი არგუმენტაციის ხაზი ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელში არის, რომ ნაციონალური მოძრაობა და პარტიები, რომლებიც იქ არის დასახელებული, თანამშრომლობენ უცხო ძალებთან საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა საკითხებში. მათ შორის ზუსტად ერთ-ერთი საკითხი ეს არის ბოლო 3 წელია უკვე, როდესაც საქართველოს მიმართ არის ცრუ ბრალდებები და ამის მიზანი არის საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვება და ინსტრუმენტად გამოყენება აი ამგვარი დეზინფორმაციის. ასე რომ ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევ, რომ კიდევ გაიუარესებენ საკუთარ მდგომარეობას და ამგვარი განცხადებებით დამატებით მტკიცებულებებს ნუმოქცემენ მათი ანტიკონსტიტუციური ქცევისთვის. გუბერნატორად ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროკურორი წარადგინა, რომელსაც მათ შორის ადამიანები ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ ართმევდა ქონებას, სახლებს და ასე შემდეგ. არაერთი ცოცხალი მოწმე არსებობს, ვინც პირდაპირ ამბობს, რომ ეს ადამიანი მათ ქონებებს ართმევდა, რასთან გვაქვს საქმე? ერთის მხრივ ნაცმოძრაობას გრძალავთ და მეორეს მხრივ ნაცმოძრაობის დროინდელ პროკურორს ახლა აწინაურებთ და ქვემო ქართლის გუბერნატორად ნიშნავს ირაკლი კობახიძე. ანუ ვინც თქვენს მხარეს არის დღეს, მათ ხელს არ ახლებთ,
მაგრამ ვინც ისე ოპოზიციურად გაწყობილი რჩება თქვენს მიმართ, ამ ადამიანებს პარტიას უუქმებთ, ხო? პირველი ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თქვენგან ვიგებ ამ ინფორმაციას ზოგადად გუბერნატორის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია არის და მას შეგიძლიათ კითხოთ, რაც შეეხება თქვენს მიერ წარმოდგენილ დახასიათებას, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ თქვენს ტელევიზიას რამეში ვენდო, ასე რომ ხალხი აცხადებს, ცოცხალი მოწმეები არსებობს. კიდევ ერთხელ ილია ჯავახონი არის ნაცმოძრაობის აი თქვენ ახლა მიყვებით ისტორია, თქვენ მიყვებით რაღაც ისტორიას საინფორმაციო გამოშვების ფორმატში და მე სხვა რაღაცას გეუბნებით რომ მე არ მოწმეები ამბობენ რომ მათ ქონებებს ართმევდა ეს ილია ჯავახონი. გავი, უყურეთ, მე ის გუბერნატორის დანიშვნასთან დაკავშირებითაც არ მაქვს ინფორმაცია, არათუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდოთ გუბერნატორთან დაკავშირებით. არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტი. მე რა მინდა რომ გითხოთ, ნაციონალური წარსული აქვს ამ ადამიანს? არ ვიცი თქო, ეს გითხარით, ისიც არ ვიცი რომ გუბერნატორი იქნა დანიშნული გუშინ, არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე. უყურეთ, თქვენგან გავიგე გუბერნატორის დანიშნვის საკითხი, იმიტომ ეს არის პარლამენტის კომპეტენცია და სხვა დეტალებიც მე არანაირი ინფორმაცია. უყურეთ, არ ვარ მე სათანადო რესპონდენტი ამ საკითხში. ნაცმოძრაობას ხომ? არ ვარ მე სათანადო რესპონდენტი. მაშინ ნაცმოძრაობის აი, სხვა კითხვა თუ არის, ამაზე უკვე გიპასუხეთ, რაც მქონდა საპასუხო. კარგი, უბრალოდ ერთ დავაზუსტებ. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები დღეს სხვადასხვა თანამდებობებზე არიან. თუ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, მაშინ კონკრეტული ადამიანები როგორ ახერხებენ დღეს მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლებაში რაღაც თანამდებობაზე? აი, მაშინ ზოგადად გიპასუხებთ. რაც შეეხება დანაშაულს და ადამიანის დანაშაულს, ზოგადად თქვენ მე მგონი ატყობთ, რომ ჩვენი სამართალდაცვი ორგანოები არ ერიდებიან არათუ ყოფილ ხელისუფლებას, არამედ მოქმედ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, თუ კი სადმე ვინმეს რამე დანაშაული არის, ხედავთ თუ სამართალდაცვი ორგანოები ძალიან ღიად, მოურიდებლად მოქმედებენ. ასე რომ ყველა ვისაც პიროვნული დანაშაული აქვს, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სამართალდაცვი ორგანოები ფართაშორის ირაკლი ყობახიძე ამბობდა, რომ არც ერთი ნაცია არც ერთ უწყებაშია და ახლა ყოფილ ნაცრ გუბერნატორად. უყურეთ, რაც შეეხება მაგ საკითხს, გითხარით თუ თქვენგან გავიგე საერთოდ გუბერნატორის დანიშნვის საკითხი, სხვა არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ბატონო, კიდევ დაგისვამთ ერთ შეკითხვას, ისევ ირაკლი ყობახიძესთან დაკავშირებით. გუშინ ირაკლი ყობახიძე აღიარა, რომ გიორგი გახარიას პარტია სინამდვილეში გადაარჩინა პარლამენტში შემოსვლა, ხო? აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, თქვენც ადასტურებთ თუ არა, რომ რა თქმა უნდა, მეც ეს მოგახსენეთ, როდესაც არჩევის შეტანასთან დაკავშირებით განცხადება გაგაცანით, სწორედ ეს მოგახსენეთ, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი, მათი ანტიკონსტიტუციურობისა, მთავარი სამართლებრივი არგუმენტი იყო ან იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების და იმით რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, მათ გადაერჩინეს ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი. და სხვა პრობლემებიც არ წავიდა, თუნდაც ჩორჩანასთან და უციუმისთან დაკავშირებული კითხვები და ბრალდებები, რომელიც გიორგი გახარიასთან ჰქონდა. ის რაც არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ჩვენ ამ პოლიტიკურ შეფასებებს ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად 23 მუხლის შესაბამისად, ამ სტანდარტში თუ კი რამე ჯდებოდა ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუ კი რომელიმე პარტია აკმაყოფილებდა ამ სტანდარტს და მე გითხარით მაშინაც, რომ ორი კრიტერიუმი იყო მთავარი, ურთიერთდაკავშირებული კრიტერიუმი, იმის განსაზღვრად, თუ რომელი პარტიის წინააღმდეგ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოში. პირველი ეს გახლავთ, რამდენად მყარი არის სამართლებრივი არგუმენტები პარტიის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ამ არგუმენტებს აკმაყოფილებს 3 პლუს კიდე რამდენიმე პარტია, რომელიც არ მოხვდა სარჩელში, ვინაიდან მეორე კრიტერიუმიც ჰქონდა, რაც საერთაშორისო სტანდარტია, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო სტანდარტია, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ აუცილებელი ასევე ერთ-ერთი პირობა არის, რომ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას და ერთკაციანი მარგინალური დე ფაქტო თუ უბრალოდ ქაღალდზე არსებული პარტიები, რა თქმა უნდა, ამ საფრთხეს არ უქმნიან. ამიტომ ასე განისაზღვრა პარტიები, რაც შეეხება გახარიას პარტიას, მოგახსენეთ, რომ მან პირველ კრიტერიუმშივე რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტს, თავს უშველა იმით, რომ შემოვიდა პარლამენტში. აი, მაგალითად, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა პარტიას არ დააკისრეთ.
მაგრამ პარტიებს დააკისრეთ იგივე ხაზარაძის, დასკვიათ. ჯაფარიძის. ანუ ადამიანს ეუბნებოდით, რომ მეორე ფრონტს გვისმინდა და ორჯერ დაიბარეთ და რავით იფსტეიტთან კავშირი ჰქონდა და ბიზნეს პლენის როლა ვიღაცების დავალებით და ერთად. ანუ ეს ყველაფერი არ დააკისრეთ პარტიას. პარტია არ აქვს პასუხი იმის გამო, რომ მათმა ლიდერმა ორჯერ ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობაში მიიყვანა, მაგრამ პარტიებმა აგეს პასუხი მაგალითად ხაზარაძის, ჯაფარიძისა, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერების, მიშა სააკაშვილის და სხვების რაღაცა ბრალდებების და დანაშაულების გამო. ეს რანაირი ლოგიკა არის, რომ აგვიხსნათ, რა ლოგიკა შეიძლება ეს? ეს არის კონსტიტუციური სამართლებრივი ლოგიკა. ვინაიდან ერთი არის პოლიტიკური შეფასება, მეორე არის სისხლის სამართლებრივი შეფასება და მესამე არის კონსტიტუციური სამართლებრივი შეფასება. შესაძლოა ესა თუ ის ქმედება საკმარისი ქმედებასთან დაკავშირებით საკმარისი არგუმენტი იყოს პოლიტიკურად გასაკიცხად, ასე ვთქვათ და დასაგმობად, თუმცა არ იყოს საკმარისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. ამიტომ ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას, რაიმე რაღაც ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სიმძაფრე სჭირდება დანაშაულის შემადგენლობისა. ამავე დროს შეიძლება რაღაც ქმედება იყოს პოლიტიკურად გასაძრახი, ამავე დროს სისხლის სამართლებრივათაც დასჭადი, თუმცა არ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სამართლებრივ წინაპირობას პარტიის მთლიანად ასაკრძალად. ამიტომ ზუსტად ამ კრიტერიუმებით ვისარგებლეთ, რომ ჩვენ ყოფილიყავით მყარი ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, გახარიას პარტიასთან დაკავშირებით ეს არგუმენტი მთავარი სამართლებრივი მყარი რაც გვექნებოდა, რომ ჩვენ არ ქონოდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები და საფუძვლიანი, იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, რაც მათ დაიწყეს 2024 წელს, თუმცა იმით რომ შემოვიდნენ პარლამენტში, მათ უშველეს თავს და ეს ამ არგუმენტისგან, ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გაითავისუფლეს. ახალი იმას აღიარებით, რომ ამით გადაერჩინა გახარიას პარტიამ თავი. შეგიძლიათ გითხრათ თუ არა, რომ ხო ეს იყო თქვენ შორის შეთანხმების საფუძველი, რომ ეს იყო რაღაცა გარიგება თქვენ შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ არავის არ ვერიდებით, არც იმას ვერიდებოდით, რომ ვის მიმართ მოგვეთხოვა აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, ვის რა რეაქცია ექნებოდა მათ ფარველებს თუ ასე შემდეგ, არც იმას მოვერიდეთ, რომ ზოგიერთი პარტია არ ჩაგვესვა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დღეს მარგინალურები არიან და საფრთხეს არ წარმოქმნიან, ვინაიდან ერთადერთი კრიტერიუმი იყო კონსტიტუციურ სამართლებრივი დასაბუთებულობა სარჩელის. აქვე მინდა ბარემ ამ საკითხს მინდა შევეხო. დღეს ჩატარდა საკრებულოებში პირველი სხდომები და მინდა პირველ ყოვლისა მიულოცო 64 მუნიციპალიტეტს ახალი საკრებულოების საქმიანობის დაწყება, ახალი არჩეული მერების საქმიანობის დაწყება, მიულოცო კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ ის დაპირება, რაც მივეცით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 64 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ მერები და ყველა საკრებულოში გვექნებოდა უმრავლესობა, ეს დაპირება შევასრულეთ ჩვენი ამომრჩევლების დახმარებით, რომლებიც იგივე რაოდენობით მოვიდნენ, როგორც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე, რაც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის შინით და გარეთ. ამავე დროს დღეს შეკრებილი საკრებულოებში სხვადასხვა კონფიგურაციით წარმოდგენილი არის ჯამში 5 პარტია, როგორც იცით, ქართული ოცნება, ლელო, გირჩი, გახარია საქართველოსთვის და კონსერვატორები, ასე რომ ამ ხრივაც სხვადასხვა მრავალფეროვანი წარმომადგენლობა არის საკრებულოებში. ეს დავასუსტებ ამ თემას და შემდეგ კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ანუ სხვა ოპოზიციური პარტიების რო შემოსულიყვნენ პარლამენტში. ისინიც გადაერჩევდნენ თავს? სხვა ვერამ ვერ შემოვიდოდა, იმიტომ რომ მათ მანდატები, მათ ეს ნუ ხა რო ქონოდა და რო ყოფილიყო და ვერ გეტყვით, მაგრამ უყურეთ, ანუ საქმეც ის არის, რომ ამ პარტიებმა ამითაც საკუთარი რადიკალიზმი და ანტიკონსტიტუციურობა კიდევ უფრო მეტად დაადასტურეს, რომ მათ ეს ხიდებიც დაწვეს, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა შემოსულიყვნენ პარლამენტში. თუ დატოვებდნენ ამ ხედებს, მე შევხედავდით რა იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ეს არგუმენტი შეიძლება ისეთი მყარი არ ყოფილიყო, რაც შეეხება საბოტაჟს. თუმცა ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებებისთვის ლელოს მიმართ გარდა საბოტაჟისა არსებობს სხვა
ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები, ასე რომ შეიძლება ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ რას უზავს ნაცმოძრაობა წამების სისტემას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა, რას უზავენ ტელევიზიების მიტაცებას, რას უზავენ ბიზნესების მიტაცებას. ამას ხოვერაფერს ვერ უზავენ. ბატონ შავა, თუ შეიძლება ერთ კითხვას დაგისვამთ Freedom Policy-ის ცენტრი აქვეყნებს სანქციებთან დაკავშირებით კვლევას სანქციების ბუშტი, ასე ვქვია და შუამავლების და გზების პოვნა თავის ასალიდებლად პირდაპირ საუბრობენ საქართველოს როლზე და ჩვენს ქვეყანას მთავარ ფანძად მოიხსენიებენ. ვინ მოიხსენიებს? არიდების ქსელში ეს არის Foreign Policy-ის ცენტრის კვლევა არის და მე მაინტერესებს ზოგადად თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, თუ გაქვთ ინფორმაცია და თვალს უჭამთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჯერათ თუ არა, მაგალითად ყირგიზეთში გაგვაქვს 1 მილიარდი დოლარის მანქანები და არა რუსეთში. ძალიან კარგია თუ ყირგიზეთში გაგვაქვს და ეს ვაჭრობა არის ასეთი ინტენსიური. რაც შეეხება Foreign Policy-ს, როგორ იყო Foreign Policy-ს? ცენტრის რაც შეეხება Foreign Policy-ს ცენტრს, შეგიძლიათ მათ უთხრათ, რომ დაუკავშირდნენ ბატონ ოსალივანს, ევროკავშირის წარმომადგენელს სანქციებთან დაკავშირებით გაისაუბრონ და ჩამოყალიბდნენ საქართველოს გამოიყენება თუ არა სანქციების გვერდის ასავლად. იმიტომ რომ ამას ურჩევდი, რომ დაურეკონ და ის გასცემს ჩვენს ნაცვლად პასუხს. აი ოსალივანის წერილში მაგალითად ბატონო შავა, რომელსაც ახლა მოიხმობთ თქვენ წერია, რომ უნდა აიკრძალოს ყველა ორმაგი დანიშნულების ნივთის რეექსპორტი. ანუ ესეც წაიკითხეთ ალბათ იმ წერილში, ხო? იგივეს არის საუბარი ამ წერილზე ყველა. აიკრძალოს და რომელი უნდა აიკრძალოს და არ აიკრძალოს. უნდა აიკრძალოს ყველა ორმაგი ერთი რამე არის. და არსებობს რისკი, რომ საქართველოს ამ ნივთებით ალტერნატიული უკანონო ვაჭრობის გზად იქცევა. იქცევაო, რისკი არის. გასაგებია, რისკი იმიტომ არსებობს, რომ საქართველოს არის მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთის და რა თქმა უნდა, ყველა კონტრაბანდის ნიშნულობა არ აქვს, რა არის აკრძალული, სანქცირებული ტვირთი არის, ნარკოტიკები არის, იარაღი, ყველა კონტრაბანდისტი, რომელიც მსოფლიოში დაკავებულია სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვით, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ მოძებნოს გზები. ამიტომ არის რომ ამიტომაც ხდება, ამიტომ აქებს ბატონი ოსალივანი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენი კონტროლის მექანიზმი არის მსოფლიოში გამორჩეული, ეფექტიანი, ის რომ ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს მიუხედავად იმისა, ბრიუსელმა მილიონები დახარჯა NGO-ებზე იმ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რასაც ჩვენ 3 წელზე მეტია უკვე ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით და ერთი ფაქტი ვერ დაასახელეს, ერთი ფაქტი, ხომ? რეალურად ხომ შეიძლება რაც ექსცესები ყოფილიყო, ერთი ფაქტი ვერ დაასახელეს და ამის პარალელურად ხედავთ, რომ ბალტიის ქვეყნებს გაქანებული ვაჭრობის აქვთ, რა ქვია, მიმოსვლა გემებით, ნავთობის გადაზიდვა, ბალტიის ქვეყნების ლიდერების ოჯახის წევრებს აქვთ ვაჭრობა რუსეთთან, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კალასის მეუღლე, რომლის ბიზნესშიც ისიც მონაწილეობდა, დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით. მათ შორის სხვათა შორის შეიძლება ჩვენ საზოგადოებამ არის ის ქალბატონი კალასის მეუღლეს ბიზნესი რუსეთთან მოიაზრებდა ისეთი ნივთების და საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ასე რომ ასეთი საქონლით ვაჭრობდა ქალბატონი კალასის მეუღლე რუსეთთან. ასე რომ რაც შეეხება საქართველოს დაუკავშირეთ ბატონ ოსალ. ბატონ შავა, ბოლოს კითხვას დაგისვამთ, დღესაც იქნებ დავიგოთ, როდის შეგაქვთ? ალბათ უკვე შევიდა. გეტყვით, ხო, ვინაიდან საქართველოს საარჩელი ფიზიკურად უნდა იქნას შეტანილი სასამართლოში იმისთვის, რომ ის დარეგისტრირდეს, ჩვენი წარმომადგენელი დღეს დილით გაემგზავრა და მე ვარაუდობ, რომ უკვე შეიტანა და დარეგისტრირებული. ვინ წაიღო საარჩელი თეატროლოგიანმა თუ? არა, ეს ტექნიკური პროცედურა არის და ამიტომ ამას არ ჭირდება რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი და პოლიტიკოსის ყოფნა იქ. ფიზიკურად საარჩელი ამობეჭდვის სახით იქნა შეტანილი, რაც შეეხება წარმომადგენლები ვინ იქნებიან, ამ ეტაპზე დასახელებული არ არის საარჩელში და ჩვენ როდესაც მოახლოვდება პროცესები, დავასახელებთ ჩვენ წარმომადგენლებს ვინ იქნება. დავასრულე რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაეცნობა და დაიწყებს მსჯელობას. რაც შეეხება ვადებს, კი, მნიშვნელოვანი კითხვაა, ვადებს რაც შეეხება, ეს კანონმდებლობით დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ 9 თვეში უნდა მიიღოს უკვე გადაწყვეტილება.
შესაბამისად, იანგარიშეთ ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება, რაც შეეხება როდის რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად ამ პროცედურებს და ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო. მადლობა.